სადაზღვევო კომპანიების საქმიანობა კონტროლის პალატამ ანგარიშით წარმოადგინა, აღმოჩნდა, რომ კომპანიებმა 284 მილიონი ლარიდან მოსახლეობას მომსახურებაზე მხოლოდ 40% დახარჯეს. აუდიტის წინასწარი მონაცემების ეს 40% დაზღვეულთა მხოლოდ მე-5-ს მოხმარდა. კომპანიების მოგების მარჟამ კი 60%-ს გადააჭარბა. სადაზღვევო ბიზნესის მოგებიანობის საერთაშორისო პრაქტიკით კი კერძო დაზღვევაში მოგების მარჟა 4%-ია. კონკრეტულ პროცენტულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კონტროლის პალატა ამ დასკვნამდე მიდის. არ არსებობს სახელმწიფო მკაცრი რეგულირება, სადაზღვევო კომპანიები არაკეთის სინდისიერად მოქმედებენ სამედიცინო მომსახურებაზე, ხელმისაწვდომობა ხელოვნურად იზღუდება. პროგრამის ბენეფიციარები კი ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან. უფრო დეტალურად გავრცელებული ინფორმაცია და მოსაზრებები შეგიძლიათ საღამოს 9 საათზე მოისმინოთ. ეს არის 2008-2010 წლების პერიოდი. განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობა უშუალოდ მწვავე მოქალაქეთა დაზღვევის პროგრამაში, სადაც 3 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან გამოიყო 285 მილიონი ლარი, საიდანაც ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურების მიზნით სადაზღვევო კომპანიებმა გახარჯეს მხოლოდ 114 მილიონი, 40%. დარჩენილი 170 მილიონი ლარი, 60% მათ შემოსავლის წყაროდ იქცა. აღნიშნული პროგრამის სწორად მიზნობრივად და ჯანსაღად მართვაზე პასუხისმგებელი იყო ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც მართავს აღნიშნულ პროექტს, ანუ უშუალო სახელმწიფო რეგულირება და მკაცრი კონტროლი მათი კომპეტენციაა, რასაც ისინი უნდა უზრუნველყოფდნენ იმისათვის, რომ არ მოხდეს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა. რაც შეეხება კონტროლის პალატის დასკვნას, როგორც აღინიშნა, ეს არის შუალედური, ეს არის წინასწარი დასკვნა და მასზე კომენტარის გაკეთება, ვთქვათ, არ შეგვიძლია და ვთქვათ, ძნელია, თუმცა პრინციპში იმ პათოსით იყო ეს ყველაფერი წარდგენილი, საკმაოდ ნეგატიურად მე ვიტყოდი, რაც ყველაზე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმას საქართველოში აყენებს გარკვეულად შტილს. ჩვენი კვლევები და ჩვენი კომპანიის დაზღვეულების კვლევის შედეგად ჩვენ გითხრათ, რომ კმაყოფილების დონე არის საკმაოდ მაღალი.